გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი, ამ პოდკასტის ავტორი და ყოველკვირეულად საუბრობ ისეთ თემებზე, რაც მშობლებისთვის არის აქტუალური. ასე რომ თუ თქვენი შვილის სკოლის მოსწავლეა, ან ასწავლით სკოლაში და გაინტერესებთ ის საკითხები, რომელსაც აქ მოისმენთ, არ გადადოთ, გამოიწერეთ ეს არხი და ისე განაგრძეთ მოსმენა. დღეს უნდა ვისაუბროთ განათლების სამინისტროს წარმოდგენილი რეფორმის 2 პუნქტზე, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა დადებითად, მიესალმა და ტაში დაუკრა. ეს არის სკოლებში ფორმების შემოღება და ტელეფონების აკრძალვა. ორივე ისეთი საკითხია და განსაკუთრებით მეორე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამაზე თანხმდება. ბავშვი სკოლაში იმისთვის არ მიდის, რომ ტელეფონში იყოს ცხადია და თუ ბავშვს მოწესრიგებულად ეცმევა, პრინციპში ამაშიც ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივე ისეთი საკითხია, რომელიც სკოლამ დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროს და ამას რეფორმა საერთოდ არ სჭირდება. სკოლა არის ავტონომიური ორგანიზაცია, მას აქვს თავისი წესები და კანონები და შეუძლია, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები. ზოგადი განათლების შესახებ კანონში ძალიან ცალსახად წერია, რომ სკოლას აქვს უფლება შემოიღოს ფორმა. და ასევე სკოლის შინაგან წესში შეხვდებით ჩანაწერებს და თითქმის ყველა სკოლის შინაგან წესში წერია ეს და ბევრი წელია ასეა, რომ მოსწავლეს უფლება არ აქვს არამიზნობრივად საგაკვეთილო საათებში ტელეფონის გამოყენების. რეფორმა უნდა გვთავაზობდეს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, რასაც სკოლა დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. იმიტომ რომ თქვათ ბიუროკრატიას აწყდება, იმიტომ რომ შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს, იმიტომ რომ დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვს და ასე შემდეგ. ხოლო ის საკითხები, რაც ახლა მე ვთქვი, მხოლოდ ამ 2 პუნქტზე ვისაუბროთ დღეს, ეს არის ფორმების შემოღება და ეს არის ტელეფონების აკრძალვა, ხო? ეს არის სკოლის დონეზე გადასაჭრელი საკითხები და ამის რეფორმად შემოსაღება ერთადერთ მიზანს ემსახურება. რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნაწილობრივ მაინც დაეთანხმოს მთავრობის გეგმას. მეც და თქვენც ვისაუბროთ სკოლებში ტელეფონებზე და სკოლის ფორმებზე და აღარ დაგვრჩეს დრო, ენერგია, რესურსი იმისთვის, რომ ამ რეფორმაში ჩადებულ პატარ-პატარა ბომბებზე ვიმსჯელოთ და გავაკრიტიკოთ. იმიტომ რომ ისეთი საკითხები არის, მაგალითად ერთი სახელმძღვანელო, ხო, როგორი იქნება ეს ერთი სახელმძღვანელო, კაცშვილმა არ იცის, მე-11 კლასამდე სწავლის შემცირება, ხო, რომელიც ბავშვებს ურთულებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალებას და სრულიად მოუმზადებელი გამოყავს სამუშაო ბაზარზე, ხო? იგივე უნივერსიტეტში ადგილების შემცირება. ამაზე არ მიდის მსჯელობა. ძირითადად მე სადაც შევდივარ, ეს არის თქვათ რა ვიცი, კლინიკა არის, მაღაზია არის, სალონია თუ სხვა დაწესებულება, ყველგან საუბრობენ იმაზე, რა კარგია რომ მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვებს სკოლაში ფორმა ეცმევათ. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ კიდე ერთი ვიდეო ჩავწერო ამ თემაზე და დეტალურად ავხსნა ყველა დაინტერესებულ ადამიანს ტელეფონების საკითხიც და ფორმის საკითხიც, როგორ უნდა იყოს დარეგულირებული სკოლაში და რატომ არ ჭირდება ამ ყველაფრის გადაჭრას განათლების რეფორმა. ცოტა ხნის წინ მეგობარმა მესენჯერში გამომიგზავნა ბმულები TikTok-დან. ეს არის TikTok-ის ვიდეოები, რომელიც მოსწავლეების ლაივს ასახავს. ოღონდ თავი ისე რომ ეს ლაივი არის გაკვეთილიდან. ანუ გაკვეთილზე სხედან ბავშვები მასიურად და TikTok ლაივში არიან. მესიჯობენ, აკომენტარებენ, საუბრობენ ლაივში და საკმაოდ უხამს კომენტარებსაც იღებენ და თავადაც ზოგიერთი არანაკლებ პასუხობს. მე ვთხოვე ჩემს მეგობარს, რომ განათლების სამინისტროსთვის გაეგზავნა შეტყობინება ამის შესახებ და რა თქმა უნდა მან ეს გააკეთა განათლების სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში. ანუ ბავშვი გაკვეთილზე ზის, ოღონდ კი არ სწავლობს, მასწავლებელს კი არ უსმენს, კი არ ინიშნავს მოსმენილს, კი არ მეცადინეობს, არა, TikTok ლაივში. ანუ აქ ბავშვის უსაფრთხოებაზე არის საუბარი. მაშინ როცა მშობელს გონია, რომ ბავშვი არის გაკვეთილზე, ბავშვი ერთვება TikTok ლაივში, პასუხობს საშინელ კომენტარებს, რომელზეც ალბათ ყველა მშობელს თმები ყალყზე დაუდგებოდა ეს, რომ წაეკითხა, რომ მისი შვილის თავს ხდება ეს. და იქვე არის ზრდასრული მასწავლებელი, რომელიც ვერ ამჩნევს, ან არ ამჩნევს და რეაგირებას არ ახდენს ამაზე. ამაზე მასწავლებელმა უნდა შეყაროს ქვეყანა. უნდა მოიყვანოს დირექტორიც, უნდა მოიყვანოს მანდატურიც, უნდა დაიბაროს მშობელიც და ამ საქმეს უნდა მიეცეს მსვლელობა. არ შეიძლება ამის ესე დატოვება. არ იფიქროთ, რომ ეს არის 1 და 2 ბავშვი. ათობით ან შეიძლება ასობითაც ასეთ ვიდეოს ნახავთ დილით 9 საათის შემდეგ
თუ შეხვალთ TikTok-ზე. რატომ არ ექცევა ამას სათანადო ყურადღება და რატომ ჭირდება ამას ცენტრალიზებული აკრძალვა? მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს არ არის ნორმალური. და არ მეგულება ადამიანის, ზრდასრული ადამიანი, გნებავთ მშობელი, გნებავთ მასწავლებელი, რომელიც ამას მოიწონებს. მე ესეთი არავინ არ მეგულება, მაგრამ მეორე არის, რომ რას ვაკეთებთ თითოეული იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას და რატო გვჭირდება ამისთვის განათლების რეფორმა, მაშინ როცა სკოლის შინაგან ეწესში გვიწერია, რომ ეს არის დარღვევა, ეს არის დისციპლინური გადაცდომა ბავშვის მხრიდან. პედაგოგი არის უფლებამოსილი აქ. პედაგოგმა უნდა მისცეს შენიშვნა, პედაგოგმა უნდა ჩააყენოს ბავშვის მშობელი საქმის კურსში და თუ ამას ექნება რეგულარული ხასიათი, შეიძლება რომ ამაზე დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელოს, არა შეიძლება კი არა, აუცილებლად უნდა იმსჯელოს და ბავშვს მისცეს გაფრთხილება, დააწერინოს ახსნა განმარტება, ჩართოს მისი მშობელი ამ პროცესში და რეაგირება და მსვლელობა უნდა ჰქონდეს ამას, იმიტომ რომ ამას აქვს მასიური ხასიათი. და ჩვენ კი გვგონია, რომ ეს აუცილებლად მინისტრმა უნდა აგვიკრძალოს, იმიტომ რომ მიჩვეულები ვართ ესა, რომ ჩვენ კი არ ვუხსნით ბავშვს ამაში ცუდი რა არის. არა, სამინისტრო თუ აგვიკრძალავს, იმისთვის მორჩილებას ვასწავლით ბავშვს. ეს ხდება ყოველთვის და არა მხოლოდ საჯარო სკოლებში. მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევას რომ დავუბრუნდეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინოს სკოლამ. უნდა შეიმუშაოს წესები, რომ ბავშვებს ტელეფონი საგაკვეთილო პროცესში თან არ ჰქონდეთ. ან ცალკე სათავსოში მოათავსონ, ან უჯრაში შეინახონ სადმე, სადაც თქვა დასრულის მეთვალყურეობის ქვეშ არის, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვხედავთ, რომ სკოლა ბავშვი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას, ხო? ცდუნება ძალიან დიდია, იმიტომ რომ გაკვეთილზე და დაფაზე რაც წერია, იმასთან შედარებით ბევრად უფრო საინტერესოა ის სამყარო, რაც სმარტფონშია. და ეს სმარტფონი კიდე უდევს ჯიბეში. შეიძლება ეხლა ვიღაც ფიქრობს, რომ აი სამინისტრომ ზუსტად ამიტომაც შემოიღო ეს ცენტრალიზებულად ეს აკრძალვა, რომ სკოლა დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. ანუ სამინისტრო თუ არ აგვიკრძალავს რაღაცას, ჩვენ დავიღუპოთ. სკოლა ხო არის ავტონომიური ორგანიზაცია. შეუძლია რომ მიიღოს გადაწყვეტილებები და ამას რეფორმა საერთოდ არ სჭირდება. ახლა რაც შეეხება სკოლის ფორმებს, ამ თემაზე ერთი ვიდეო უკვე ჩავწერე, სადაც ვსაუბრობ იმაზე, რომ არ არსებობს მყარი მტკიცებულება და კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ სკოლა დანგრეული თუა, საპირფარეშო თუ არ ვარგა, სახელმწიფო თუ არ ვარგა, მასწავლებელი თუ არ ვარგა, არც სპორტ დარბაზი, არც ქიმიის და ფიზიკის ლაბორატორია, არც გეოგრაფიის კაბინეტი და მაინც ფორმა თუ ეცმევათ ბავშვებს, რაიმე შედეგს მიაღწევენ. ანუ ამის მტკიცებულება არ არსებობს. მოდით გავყვეთ ახლა ნაბიჯ რა მოხდება თუ სკოლის ფორმა შემოვიღეთ, ხო? უბრალოდ ითქვა, რომ უკვე შემოვიღეთ. 1 თუ 15 სექტემბერს ჩვენი ბავშვები სწავლენ სკოლაში ახალი ტანსაცმლით. ჩვენ გადავუღებთ ფოტოებს. შემდეგ ამ ფოტოებს ავტვირთავთ სოციალურ ქსელში, ვიტყვით, რომ არიან ძალიან ლამაზები და საყვარლები, მივიღებთ უამრავ მილოცვას და გულებს, ბევრ დადებით ემოციას და დაბრუნდებიან ბავშვების სახლში. მოდით ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რა ხდება მერე. რა ტანსაცმელს მოვიაზრებთ სკოლის ფორმაში. ბიჭებისთვის და გოგონებისთვის ცოტა განსხვავება გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა რომ შეგახედოთ რა მასშტაბის სამოსზე არის საუბარი. სკოლაში ბავშვებს სჭირდებათ პერანგი, გოგონებსაც და ბიჭებსაც, მაისური უფრო სწორად. ეს არის მოკლემკლავიანი, მაგრამ მოკლემკლავიანიც დასჭირდებათ და რა თქმა უნდა გრძელმკლავიანიც, იმიტომ რომ მათი თვე გრძელდება სწავლა. ეს არის პერანგი, ეს არის შარვალი, ბიჭებსაც და შეიძლება გოგონებსაც დასჭირდეთ. ქვედაბოლო, აი, უკაცრავად, არის ქვედაბოლო. და არის კიდევ კაბა სარაფანს ეძახიან ქართულად, არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაც კლავების გარეშე კაბაზე არის საუბარი, უმეტესად ამას იყენებენ. პიჯაკი, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სკოლის ფორმებს შორის, ჯემპრი და შეიძლება იყოს ასევე ასეთი ჟილეტი, ასევე სპორტული ფორმა შეიძლება იყოს ჰალსტუხი და ბევრი სხვა ნივთი, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველაფერი, რაც ახლა მე გაჩვენებთ, არის დიდი ინდუსტრიის პატარა ნაწილი, რომელშიც ადამიანები იხდიან ფულს. ახლა მინდა რომ ფასებზეც გითხრათ, ეს კონკრეტული ფორმები არის ჩემი შვილების სკოლის ფორმები და გეტყვით რა ფასი მაქვს გადახდილი. ეს ჟილეტი არის 65 ლარი. ეს ჯემპრიც დაახლოებით ეგრე, არ მინდა რომ შემიშვალოს, მაგრამ გონი 55 ლარი. 100 ლარი პიჯაკი.
ქვედა ბოლო ასევე 50 ლარი, 65 ლარი შარვალი, 45 ლარი პერანგი და 45 ლარი ასევე პოლო მაისური. ანუ თქვენ რომ შეიძინოთ ჩემსავით ორი ბავშვის სამოსი, დაახლოებით დაგჭირდებათ თითო წყვილი რო უყიდოთ ალბათ 350 ლარი მაინც, ანუ ორი წყვილი მაინც დაგჭირდებათ რომ იყიდოთ წლის განმავლობაში, იმიტომ რომ აი ნახეთ ეს არის მაისური, რომელიც მელნით დაისვარა ახლა. ასეთით ხო ვერ ივლის ბავშვი სკოლაში, ამიტომ ეს უკვე არის გადასაგდები. თუ რა თქმა უნდა რამენაირად სხვა მშობელმა არ ამოიყვანა, მე ეს არ გამომივიდა ლაქების ამომყვანით არაერთხელ ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. ანუ გამოდის რომ დაახლოებით უნდა გათვალოთ ხარჯი სკოლის ფორმების, აი ყველაზე დაბალფასიანი რომ იყიდოთ, ესენი მე სკოლაში არ შემიძენია, ანუ არსებობს სპეციალური ატელიეები, რომლებიც სკოლის ფორმებს კერავენ და იქ ვყიდულობთ ხოლმე მშობლები და შეგიძლიათ რა თქმა უნდა იყიდოთ დავუშვათ სეილზე, მაქვს ერთ-ერთი შარვალი ნაყიდი, ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში ძალიან დაბალფასად 24 ლარად, მაგრამ არის ძალიან უხარისხო. რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ ბევრად უკეთესი ხარისხისაც იყიდოთ და მთელი წლის განმავლობაში გაძლებს ის, ხო? მაგრამ აქ მე მეორე აი აქაც მელანი უსვია. მოკლედ ეს მაიკა გადასაგდებია. მაგრამ მეორე პრობლემა ის არის რომ ყოველდღე უნდა რეცხოთ ეს ტანსაცმელი. იმისთვის რომ ხვალ თქვენი შვილი მოწესრიგებული წავიდეს. მე როგორც ვიცი ბიჭების მშობლებს ბევრად უფრო უჭირთ ხოლმე ყოველდღიური მოვლა და სჭირდებათ რომ მეტი რაოდენობით გქონდეთ. ანუ რაც უფრო მეტი ერთეული გაქვთ მშობლებს სკოლის ფორმით, მით უფრო ნაკლები შრომა გჭირდებათ და მით უფრო დიდხანს ძლებს რომ არ შეილახოს, იმიტომ რომ ბევრ რეცხვაში ჩათვალეთ რომ მეორე სემესტრში თავიდან გექნებათ ეს ყველაფერი შესაძლებელი. ეხლა შეიძლება ვინმე ამბობს, რომ მაინც ბევრ ფულს ხარჯავენ მშობლები სკოლის ფორმებში და არაუშავს თუ ამასაც იყიდიან. აი დაზუსტებით გეტყვით, რომ იმ ფულის დახარჯვაც მოგიწევთ და დამატებით აი ამ ფორმებშიც მოგიწევთ იყიდოთ, იმიტომ რომ ეხლა ჩემს შვილებს რო აქვთ სკოლის ფორმები, არ ნიშნავს, რომ სხვა ტანსაცმელი არ სჭირდება. მაგალითად, დაბადების დღეზე ვერ წაიყვანთ ფორმით, ვერც წრეებზე ვერ ატარებთ ფორმით და ვერც უბრალოდ ქუჩაში გაიყვანთ სკოლის ფორმით, თუ ბავშვი სკოლაში არ მიდის, ხო? დავანებოთ თავი იმას, რომ საერთოდ არ მოსწონთ ამ ბავშვებს სკოლის ფორმები და იძულებით აცვიათ და მით უმეტეს ახლა სხვა სივრცეში, სადაც არ არის სავალდებულო, არ ატარებს არავინ, ხო? ანუ მშობელს მოუწევს, რომ ჩვეულებრივ ტანსაცმელიც უყიდოს თავის შვილს და ეს სკოლის ფორმებიც უნდა შეიძინოს. ეხლა გეტყვით ვინს შეიძლება უყიდოს სახელმწიფომ ეს ფორმა, ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო დიდი ალბათობით შეუძენს, ეს იქნებიან სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მშობლები, ანუ არა უბრალოდ გაჭირვებული ადამიანები, არამედ ვისაც სტატუსი აქვს და ესეთი ბევრია, მაგრამ კიდევ უფრო მეტია, ვისაც რეალურად არ აქვს საშუალება, რომ აი ამ ხელათანხა გადაიხადოს ფორმაში. მით უმეტეს, როდესაც ეს ფორმა არც სწავლის შედეგებს გააუმჯობესებს, არც ქცევას გამოასწორებს ბავშვების და აი ამაზე ცოტა ხანში ვილაპარაკოთ, ახლა ფასზე რო გითხრათ. აი განათლების სამინისტრო თითოეულ ბავშვს აძლევს ვაუჩერს მთელი წლის განმავლობაში და საშუალოდ ამ ვაუჩერის ღირებულება არის 600 ლარი. ანუ სახელმწიფო ერთი ბავშვის განათლებაზე ერთი წლის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს 600 ლარს საშუალოდ, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ნაკლებსაც და ზოგიერთ შემთხვევაში ცოტათი მეტსაც. თუ მაგალითად მაღალმთიან რაიონში მდებარეობს სკოლა და ცოტა მოსწავლე ჰყავს, მას უფრო მეტი აქვს დაფინანსება, მაგრამ ეს მეტი არ არის, ახლა 800 ლარს 837 ლარი არის მაქსიმუმი. 507 ლარი არის მინიმუმი და რაც უფრო დიდ კონტინგენტიანი, რაც უფრო მეტი ბავშვი სწავლობს სკოლაში, მით უფრო ნაკლები დაფინანსება ერგება თითო ბავშვს. ესეც ალბათ ბევრმა მშობელმა არ იცის. მაგრამ თვითონ დანახარჯი, სახელმწიფოს დანახარჯი არის ძალიან მცირე. სკოლის ფორმები, რაც მე გითხარით, დაახლოებით 500 ლარამდე ავა ადამიანი თუ უნდა რომ ორი წყვილი ფორმა მაინც უყიდოს მიშულს მთელი წლის განმავლობაში, ხო? აი ის ფორმები, რაც მე ახლა ჩამოვთვალე. და ეს თანხა, რომ განათლების სამინისტრომ დაფაროს, სახელმწიფომ დაფაროს, ჩავთვალეთ, რომ მოსწავლის ვაუჩერი უნდა გაიზარდოს 80-90%-ით. რაც ერთის მხრივ შეუძლებელია, მაგრამ მეორეს მხრივ თუ გაიზრდება ეს თანხა, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ არა იმისთვის, რომ ფორმები შევუკეროთ ბავშვებს, ხო? ანუ
სრულიად არარენტაბელური არის ეს ხარჯი მშობლებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. თუ ეს ვაუჩერი გაიზრდება, ბევრად უკეთესი იქნება, რომ სკოლების აღჭურვა მოხდეს რესურსებით, სპორტული სივრცეებით, საგნობრივი კაბინეტებით და მასწავლებლების თქვათ გაძლიერება და გადამზადება მოხდეს და არა ტანსაცმელში დაიხარჯოს ეს ფული, ხო? თუმცა ამაზე არ არის საუბარი, არავინ ამ თანხით არ გაზრდის მოსწავლის ვაუჩერს. პირიქით, მშობლებს დააწვევათ ისევ ეს თანხები, როგორც გითხარით, სხვა ტანსაცმლის ყიდვა მაინც მოუწევთ, პლუს ეს დაემატებათ და მოაკლდება ვის? ისევ მოაკლდება ბავშვს, რომლისთვისაც მშობელი წარამარა ქირაობს რეპეტიტორს იმისთვის, რომ ის ისწავლოს ბავშვმა, რაც სკოლაში უნდა ესწავლა. რაც მთავარია, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ სკოლის ფორმა ან განათლების ხარისხი ზრდის, ან ბულინგს ამცირებს. მე მოვისმინე კომენტარები, მათ შორის მაღალჩინოსნების, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი ბულინგია სკოლაში და ფორმას შემოვიღებთ. ხო, ეს არის უკიდურესად არაკომპეტენტური განცხადება. ფიქრობთ, რომ აგრესიულ ადამიანს ტანსაცმელი შველის? ან თუ ადამიანი აგრესიულია და მჩაგვრელია, მას თუ ფორმა იცმევა, ის ისე აღარ მოიქცევა? თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ტანსაცმლის გამო ხდება ჩაგვრა სკოლაში? არ არსებობს არც ერთი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ სკოლის ფორმების შემოღებით რომელიმე სკოლამ ბულინგი დაამარცხა. ბულინგს ჭირდება ყოვლისმომცველი მუშაობა, რომელზეც აუცილებლად ცალკე ვიდეოს ჩავწერ, იმიტომ რომ ეს არის ცალკე და დიდი საუბრის თემა. უბრალოდ ამ ვიდეოში მინდა გამოვეხმაურო ამ მაღალჩინოსნების განცხადებას და ვთქვა, რომ არიან ადამიანები ამ ქვეყანაში, ვინც არ ტყუილდება, როგორ დამაჯერებლადაც გინდა იყოს ნათქვამი. ბევრმა იკითხა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ბავშვი სკოლაში ფორმას არ ჩაიცმავსო, დიდი ალბათობით არც არაფერი არ მოხდება. ალბათ ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის თუ რეფორმის ამ პუნქტის აღსრულებასაც არ უნდა ველოდოთ სინამდვილეში. ეს უბრალოდ ახლა იყო საჭირო, რომ ჩვენ ყურადღება გადაგვეტანა მნიშვნელოვანი და ამ მეორეხარისხოვანი, მაგრამ მასიური ინტერესის მქონე საკითხზე. ზოგადი განათლების შესახებ კანონით ბავშვს აქვს უფლება, რომ დასაბუთებული უარი თქვას ფორმის გამოყენებაზე. სკოლაში სიარული არის ბავშვის კონსტიტუციური უფლება და არავის არც ერთი ახალი მიღებული კანონის საფუძველზე არ აქვს უფლება არც დირექციას, არც მინისტრს, რომ ბავშვს სკოლაში სიარულის უფლება შეუზღუდოს და აუკრძალოს. მაქსიმუმ, რასაც შეიძლება ველოდოთ, ეს შეიძლება იყოს თქვათ საყვედურის გამოცხადება, ესეც ალბათ უმცირეს რაოდენობის სკოლებში, სადაც დაიწყებენ ამ წესის მოთხოვნას და აღსრულებას. მასიურად რაიმე ცვლილებას მე პირადად ამ მიმართულებით არ ველოდები, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან ძვირადღირებული საკითხი არის სკოლის ფორმების შემოღება, ეს არ არის მარტივად დასარეგულირებელი საქმე, იმიტომ რომ არც სახელმწიფოს აქვს ამის შესაძლებლობა და დიდწილად არც მშობლებს შეუძლიათ, მხოლოდ მცირე რაოდენობა შეძლებს ამას, ასე რომ იმდენად ბევრი ბავშვი იქნება სკოლის ფორმების გარეშე სკოლაში, რომ არ ველოდები, რომ რაიმე თქვათ სასჯელის გამოყენებას დაიწყებს სისტემა ამ ბავშვების წინააღმდეგ. სულ ეს იყო დღეს, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. იმედი მაქვს, რომ აღარ მომიწევს, რომ სკოლის ფორმების საკითხს დავუბრუნდე, არ გამოვრიცხავ, რომ ტელეფონების გამოყენების საკითხი კიდევ ერთხელ შემოვიტანო. თუ თქვენ მოგეწონათ ეს ვიდეო, ან მოგწონთ სხვა ეპიზოდები ჩემი პოდკასტის, გთხოვდით, რომ გამოიწეროთ ეს არხი და გაუზიაროთ ის სხვა მშობლებს. ამით ძალიან დამეხმარებით, რომ ერთის მხრივ ბევრ ადამიანს მივაწვდინო ხმა და მეორე მხრივ შევინარჩუნო მოტივაცია, რომ ეს საქმე გავაგრძელო და ვაკეთო. მადლობა, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.